დილამშვიდობისა ძვირფასო მაყურებლებო, დღეს 3 თებერვალია, უშაბათი, ეთერშია ერთსულოვნების დილა, რომელსაც თქვენთვის კახა მქიაშვილი და სოფიო კუჭავა გაუძღვებით. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ყველას მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ, გისმენთ წარმატებულ ნაყოფიერ დილას და ბედნიერ დღეს გისურვებთ და ვიქნებით თქვენთან ერთად და შევეცდებით რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ნაყოფიერი დილის შექმნაში, თუმცა მანამდე ვიდრე ანონს მოუყვებით ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მაყურებელს და გაგაცნობთ შინაარს ჩვენი დღევანდელი გადაცემისა, საეკლესიო კალენდარი მოვისმინოთ და გიბრუნდებით უკვე ამის შემდგომ გადაცემის ანონსით. თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს მაქსიმე აღსარებელს, წმინდა პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს, წმინდა მოწამე ნეოფიტეს, წმინდა მოწამეებს ევგენის, კანდიდეს, ვალერიანეს და აკვილას, წმინდა ქალწულ მოწამე აგნიას, ღირს მაქსიმე ბერძენს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების ხსენებას და ახლა გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს ჩვენი გადაცემის სტუმრები, თემები. ეს კვირა განსაკუთრებული იქნება, მთელი კვირა, როგორც ჩვენი გადაცემებით, ასევე საეკლესიო მსახურებები დიდწილად დაეთმობა დიდ მეფეს დავით აღმაშენებელს, რომლის დაბადებიდანაც 900 წელი სრულდება და სწორედ ამ თემაზე შემოგვიერთება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. 8 თებერვალს იქნება დავითობა ცხადია, მაგრამ სამზადისი მთელი კვირა იქნება და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი კონცერტისთვის მზადება. შოუ პროგრამის შესახებ უფრო დეტალურად მოგვიყვება ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი, რომელიც ანსამბლის რეპეტიციებს ესწრება და გადაცემის მსვლელობისას, როგორც გითხარით, ჩაგვართვება და რა თქმა უნდა, ესე იგი, ქართულ საზოგადოებას არა ერთი მშვენიერი კონცერტი აქვს ერისიონის გამართული ნანახი, მაგრამ ეს დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავებული იქნება და მართლაც საუკეთესოთა შორის. ნახოთ, იმედია ნინი მარტო საუბრით არ შემოიფარგლება და ცეკვა და სიმღერასაც ესე იგი შემოგთავაზებენ დავალდოთ ჩართოს. სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით 8 თებერვალს დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა იგეგმება აღმაშენებლის გამზირიდან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ. დეტალებზე უფრო ვრცლად გვესაუბრება ჩვენი სტუმარი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მსახური არქიმანდრიტ ივანე მჭედლიშვილი და ასევე ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანიძე და გვეტყვიან ამ ღონისძიებაზე, რომელიც ესე იგი რაღაც საზეიმო აღნიშვნას განსაკუთრებულ ელფერშენს. ასეთი იქნება ჩვენი გადაცემა. იმედია რომ საინტერესო წარიმართება თქვენთვის, გიყურებთ, დარჩებით ჩვენთან ერთად. მანამდე ამინდის პროგნოზი მოვისმინოთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 8 თებერვალს 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან 24 სკოლიდან სამების ტაძრამდე, სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ერთად აღნიშნოთ დავითობა საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისიდან 900 წელი. დიდია ღვაწლი დავით აღმაშენებელისა, მაგრამ ეს სიძლიერე მიანიჭა მას უფალმა. შემოგვიერთდით საქართველოს საპატრიარქო,
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი. კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით, მადლობა რომ გიყურებთ. შემოგვიერთდა პირველი სტუმარი ჩვენი გადაცემისა ანჩის ხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. მამა არჩილ, დაგულოცეთ, მადლობა სტუმრობისთვის. დილამშვიდობის, გაიხარით. ჩვენ ახლა მოვისმენთ ვიდეო რგოლი, სადაც მიმართვა და მოწოდება საზოგადოების რომ ესე იგი გაიმართება მოსწრებლობა, რატებერლოს დავითობაა, მაგრამ წლევანდელი დავითობა სრულიად განსაკუთრებულია 900 წელი. ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი დიდწილად, თუმცა მანამდე რამდენიმე სიტყვით გვინდა იმ დიდ წმინდანებს შევეხოთ, რომლებიც ცნებას დღეს არის, მათ შორის პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული. რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ მაცხვადზე ვისაუბროთ და შემდგომ უკვე დავითობის თემაზე გადავიდეთ თქვენის ნებართვით. უწმინდეს დამონტარესი კალისტრატე სიონის ტაძარშია დაკრძალული, ისე როგორც ყველა სხვა მამამთავარი საქართველოს ეკლესიისა ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ 1917 წლის შემდგომ და პატრიარქი კალისტრატე 2016 წლის სინოდის განჩინებით წმინდანად შეირაცხა. იქიდან გამომდინარე რომ გასაგები არც ერთი მამამთავრის ღვაწლი მსუბუქი არ ყოფილა და შეუძლებელია რომ იყოს არც ერთ დროში. მაგრამ მას მოუწია ისეთ გარდამტეხ პერიოდში მოღვაწეობა და თან ხანგრძლივი მოღვაწეობა, როგორც იყო 1922-52 წლები და მანამდეც მისი უწმინდესობა კალისტრატე იყო ერთ-ერთი უაქტიურესი მონაწილე 19 საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იმ ავტოკეფალური მოძრაობისა, რომელიც 1917 წელს დაგვირგვინდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ჯერ გამოცხადებით და საქართველოს ეკლესიის მიერ დამოუკიდებელი ცხოვრების და თვითგანგების დაწყებით, ხოლო 1953 წელს შემოდგომაზე უკვე აი ამ პერიოდში ჩვენ სამწუხაროდ პოლიტიკური თუ ბევრი სხვა მიზეზის გამო არც ერთი ეკლესია არ გვცნობდა როგორც დამოუკიდებელ თანასწორ ეკლესიად 1953 წელს ოქტომბრის ბოლოს მოხერხდა ის რომ რუსეთის ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია, ანუ ის რომ საქართველოს ეკლესია მოიცავდა მთლიანად აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და გარდა ამისა საქართველოს ეკლესიის უფლება ცნეს იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი იქნებოდა პატრონი და ყურადღების მიმქცევი სომხეთის და ნაწილობრივ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები მართლმადიდებლებისა და ეს იყო რა თქმა უნდა უდიდესი გამარჯვება უდიდესი წარმატება და შეიძლება ითქვას უდიდესი საფუძველიც, წინა საფუძველიც იმისა, რაც შემდგომ დაგვირგვინდა უკვე ასევე მრავალწლიანი 10 წლეულების განმავლობაში გაგრძელებული ბრძოლით უწმინდეს დაუნეტარესი ილია მეორის დროს, როდესაც უკვე მე-20 საუკუნის ბოლოს 1990 წლებში საბოლოოდ იქნა მიღწეული საერთაშორისო მსოფლიო აღიარება საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის. დიდი მადლობა მამა არჩილ და გადავიდეთ თემაზე, რომელიც დიდწილად იქნება მთელი კვირის განმავლობაში ალბათ ჩვენ გადაცემებში, ვინაიდან სრულიად განსაკუთრებულ პიროვნებას ეხება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნებოთ საეკლესიო კუთხითაც, წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. დავითობა ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა 8 ფევრალია, მაგრამ როგორც ვთქვით, თავში წელს განსაკუთრებული დავითობა. მოდით კიდევ ერთხელ, რა ვიცი, მე არ მეგულება ადამიანი, ვინც ცოტა მაინც არ იცოდეს დავით მეფეზე. მაგრამ კიდევ ერთხელ მის ღვაწლზე, მის პიროვნებაზე ვისაუბროთ, რის გამოც ის ესე შეიყვარა, განადიდა ჩვენმა ხალხმა და რის გამოც ის წმინდანთა დაშია აყვანილი. ერთის მხრივ ძალიან უცნაურია ზოგჯერ განსაკუთრებული მასშტაბის ადამიანების ცხოვრება. ივანე ოქროპირს აქვს ასეთი საინტერესო სიტყვები, რომ ზოგჯერ სასწაულის რაღაცა მოვლენის სიდიდე ხელს უშლისო მის მიღებასა და აღქმას. დავით აღმაშენებელიც აღმაშენებლად ყოველ შემთხვევაში ჩვენ დღეისათვის რა დოკუმენტაციაც გვაქვს შემორჩენილი, მყისიერად არ წოდებულა. გავიდა რაღაცა დრო, საბოლოოდ მისი სახელი უკვე ვახტანგ მე-6-ის პერიოდში საბოლოოდ მკვიდრდება ქართლის ცხოვრებაში.
მანამდე დავითის სახელი იხსენიება ერთ-ერთი საგვარეულოს ანდერძმინა წერში, სადაც ისინი ამაყობენ იმითი, რომ დავითი გელათის მშენებლობის დროს გადმოვარდაო რაღაცა ხარაჩოდან ძალიან მძიმედ დაიმტრა და აღმაშენებელს ჩვენმა გვარმა უმკურნალა და მოარჩინა. და საოცარია მართლაც დავით მეფის ცხოვრება, დავითის არსებობა არის თითქოს და მართლაც როგორც ბევრჯერაა იგი დავითისავე მისივე ისტორიკოსის მიერ შედარებული მის ცხოვრებაში, იმ დიდი ბიბლიური დავითის ცხოვრების თითქოს და ანარეკლიც, რომელიც უდაბნოში დათვებთან და ლომებთან ბრძოლას შეჩვეული იმისათვის, რომ საკუთარი სამცხსო დაეცვა, ერთ დღეს ხდება უკვე საკუთარი ერის წინამძღოლი და საკუთარ ერს უბრუნებს დედაქალაქს იერუსალიმს. მსგავსად დავითიც იმჟამად თურქ-სელჩუკთა მიერ აოხრებულ საქართველოში იწყებს მცირე ბრძოლებით, ერთგული ადამიანების შემოკრებით, მუდმივი ღვაწლითა და შრომით იმედის დაბრუნებას საკუთარი ხალხისათვის. ნაბიჯ, აი თუ მის 36 წლიან მმართველობას 1099 წლიდან 1125 წლამდე მის გარდაცვალებამდე თვალს მივადევნებთ, რაც კი გვაქვს შემორჩენილი და ჩვენთვის ცნობილი უწყება მის შესახებ, ეს არ არის რაღაცა ესეთი რიგითი წარმატებები, რომ აი რაღაც შეძლო და მიაღწია, აი ერთჯერადად რაღაც მოიგო და ამის შემდეგ რაღაცა გაჩერდა, რაღაცას დაემთხვა და ეს არის სწორხაზოვანი, მუდმივი ესე თითქოს და წინასწარ გაწერილი გეგმა, როგორ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი მიღწეული. ეს იყო უდიდესი სტრატეგი და უდიდესი ტაქტიკოსიც და მისი გამარჯვებები ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ქართველია ყველა დროისა ნამდვილად დავით აღმაშენებელი. ისეთ როგორ ხასიათდება მამა არჩევ, როგორც სასულიერო, ასე საერო პირების მიერ. მისი პიროვნული ხასიათი ალბათ ვლინდება ჩემთვის პირადად 3 დეტალში. უკნიდან დავიწყებ და დასაწყისისკენ გავალ. ესა როგორ დაიკრძალა იგი. წარმოვიდგინე მას თავისთვის არც პირამიდა აუგია და მისივე ანდერძით. ასევე მისი ანდერძით იგი დაიკრძალა, რომ უნდა ისე ყოფილიყო დამარხული, რომ მის საფლავზე დაებიჯებინა ყველას ფეხი. ესა საოცარი ნაშრომი გალობანის სინანულისანი, რომელიც არაა დიდი, მაგრამ თავისი შინაარსით არის ისეთი, რომელზეც მთელი წელიწადი შეიძლება უწყვეტად ისაუბრო და რომელიც ამბობენ, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი ღვთისმსახურებაშიც კი ყოფილა ჩართული თავისი ტექსტებით. და მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან უკვე აქტიურად იბეჭდებოდა ხოლმე და განსაკუთრებული ყურადღება კორნელი კეკელიძემ მიაქცია ამ შრომას, როგორც ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ მარგალიტს. და ეს არის ის, თუ თავისი თუნდაც სამხედრო სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის დროს რა გააკეთა მან და როგორ მოაწესრიგა ის, რომ ჯარშიც კი უზრდელ სიტყვას არავინ ხმარობდაო. ეს იყო რაღაცა ესეთი სუფთა გარემო და ყველანაირი ადამიანის დამამცირებელი, თამაშობანი, გართობანი და ასე შემდეგ მან მთლიანად უარყო და გამორიცხაო ადამიანების ცხოვრებიდან. აი ეს მოწესრიგებულობა, ეს რაღაც ესეთი ასკეტური რეჟიმი, რომელიც თავის თავსაც დაუდგინა, არ მოასვენა და მთელ ერსაც, ასე ვთქვათ, ესეთი ორიენტირი მისცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. რამდენად გადამწყვეტი იყო მეფე დავითის ეს პიროვნული მახასიათებლები და ზოგადად მისი დამოკიდებულება რწმენის მიმართ და ასე შემდეგ, თავად ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ერისათვის, მამა არჩევ. რა არის ეცით მსოფლიო ისტორია მიცის შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანის ხუშტურებს მთელი ერი დაუღუპავს ხოლმე. და იცის ამბები, როდესაც ერთი ადამიანის გმირობას მთელი ერი შემოუტრიალებია რომელიღაცა მიმართულებით. ჩვენს ისტორიას ძალიან ბევრი ყავს ასეთი გმირი. მარტო ქეთევან დედოფალი, რომლის წელიწადიც არის, ასევე შარშანი იყო და წელს განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მისი ხსენება, ასევე რად ღირს. დავითი არის ის ოქროს შუალედი, აი ჩვენ ქრისტიანებს გვწამს და გვჯერა, რომ როდესაც რაღაცა უნდა მიიღწეს,
უნდა მიიღწეს ღირსეულად პირველ რიგში და უნდა გავაკეთოთ ისე რაღაცა, რომ არ გადავიხაროთ რომელიმე უკიდურესობისაკენ. და ამას წმინდა წერილი გვიდასტურებს, სადაც ვკითხულობთ, რომ თუნდაც სინანული რომ გვაქვს, ანუ რაღაცის შეცვლის სურვილი, ამ დროს ღირსეული ნაყოფი უნდა გამოვიხოთ. უნაყოფობას რა იწვევს? რომელიმე უკიდურესობა. ერთი შემთხვევა, როდესაც რაღაცა არის ვიღაცის ბრალი განტევების ვაც შეარჩევს საზოგადოება და აი ამისი ბრალია თუ ამისი დამსახურებაა, ვინც არ უნდა იყოს ეს პირველი პირი, მეათე პირი, მეასე პირი, თქვა საზოგადოებაში და დანარჩენები ვართ საერთოდ ესეთი უცოდველები და მეორე უკიდურესობა, როდესაც ყველაფერი ყველას ბრალია და არ არის დაკონკრეტებული, ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი და ვის რა უნდა ეკეთებინა. რა თქმა უნდა, ეს ორივე მდგომარეობა მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება ალბათ ისტორიაში, მაგრამ რეალურად არც ერთ ამ მდგომარეობას არ აქვს უნარი რაღაცა შეცვალოს. არც ერთ ამ მდგომარეობას არ აქვს უნარი რაღაცა შედეგი გამოიღოს და რეალური ნაყოფიერი ცვლილება განახორციელოს. იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში არაფერია შეაცვლელი, აგერ არის ვიღაცა დამნაშავე, მეორე შემთხვევაში ყველაფერშია დამნაშავე და კონკრეტული პასუხისმგებლობა და კონკრეტული რაღაც ვალდებულება არავის არ ეკისრება. აი ეს ოქროს შუალედი, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვინ თავისი პიროვნებით თავს როგორ გამოარჩევს, რამდენად საერთო საზომს ადგენს იგი ადამიანის წინაშე, ღვთის წინაშე, რამდენად ერთი ქართულით ელაპარაკებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყოველთვის ხდება ეს ერთ ენაზე. საუბრობენ ადამიანები ზოგჯერ და ერთმანეთისა საერთოდ არ ესმით. აი მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს არანაირ კონსოლიდაციას არც საზოგადოებისა და არც პიროვნებათა შორის ურთიერთობის. დავითის შემთხვევაში აი ეს ეტაპები თუ როგორი ერთებდა იგი, თუნდაც კლდეკარის საერისთავოს, თუნდაც შემდეგ კახეთ ჰერეთი როგორ შემოიერთა, თუნდაც შემდგომ როგორ ქმნის იგი თვისობრივად ახალ თანამდებობებს. მეჭურჭლე თუ ხუცესის შინაარსობრივად აბსოლუტურად აი სახელმწიფო მოწყობა იცვლება დავითის დროს. ამირს პასალარის თანამდებობა როგორ იქნება, ახლა რა თქმა უნდა ერთ გადაცემაში ამაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, მაგრამ წაიკითხავს რა თქმა უნდა მის ცხოვრებას, იგი ნახავს რომ ეს არის უდიდესი ორგანიზატორი და იმავდროულად ეს არის ცოცხალი ადამიანი, როგორ იდარდა მან მაგალითად მისი აღმზრდელის და უდიდესი თანამებრძოლის გიორგი ჭყონდიძელის გარდაცვალება. რომ მხოლოდ უფლისწული დემეტრეს დაბადების შემდგომ გამოახედესო იგი იმდენი ხანი იყო მგლოვიარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მამარჯილ, აი თქვენ არსენეთ გიორგი ჭყონდიდელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ისტორიის მანძილზე გვხვდება შემთხვევები, როცა პირველი პირები, რომლებიც გრძნობენ, რომ ყველაფერი უფლის ხელით ხდება და ღვთისშეწევნის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატება და არიან პიროვნები, რომლებიც არ აღიარებენ გონიათ, რომ ეს თავისი ძალისხმევითაა და თავის თავს მიაწერენ. დავით აღმაშენებელი ის შემთხვევაა, როგორც ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ სულად იყო მინდობილი უფალს და აი განსაკუთრებულია ეს მისი და გიორგი ჭყონდიდელის დამოკიდებულება, ხო და ჩვენ ვიცით, რომ რა ჭყონდიდელი როგორ ყურებოდა აღმაშენებელს აფასებენ. აი ამ კუთხითაც შევხედოთ თქვენ ბრძანეთ რომ მას ჰქონდა უდიდესი ნიჭი ორგანიზატორობის, მმართველობის და ძალიან ბევრი ასპექტი ამისა, მაგრამ ვიცით რომ ის იყო სრულად ბავშვობიდან მინდობილი ღმერთს და მისი საოცარი დამოკიდებულება ღმერთსადმი და ეკლესიისადმი. კი, ღმერთსა და ეკლესიისადმი დავითის დამოკიდებულება ჩანს ზრუნვაში, პირველ რიგში საერთო წესრიგისა და იქითკენ რომ სისტემურად მომხდარიყო თუნდაც ეკლესიის მოწესრიგება. დღეს ძალიან ხშირად აბსოლუტურად ესეთი შურისმაძიებლური შინაარსით ხდება ხოლმე იგივე რუისურღმისის ძეგლის წერის და რუისურღმისის კრების ისტორიის ხშირად სხვათა შორის ისტორიულად დამახინჯებულადაც კი მაგრამ ეს იყო მოწესრიგება, ეს იყო რა არის ეცეთ, როდესაც მოშლილი იყო სახელმწიფო, მოშლილი იყო ყველანაირი ინსტიტუცია, გასაგებია რომ ის რეალობა, რომელიც ეკლესიასაც დაუდგა, ეკლესიაში ცოცხალი ადამიანები მსახურობენ და მოღვაწეობენ,
ისიც აღარ იძლეოდა საშუალებას, რომ მრავლად გამოღებულიყო კეთილი ნაყოფი. ეს არნიშნავს იმას, რომ თურმე ეკლესია მართლაც მხოლოდ უღირსი ადამიანებით იყო სავსე. არა, დავითის გადაწყვეტილება იქ ჯერ ერთი არსად არ ჩანს, რომ რაღაცა ცხვირს აჭრიან და როგორც დღეს ყვებიან ხოლმე, მსგავსი ვერ ხედავთ. ჩვენ ხედავთ მხოლოდ იმას, რომ ადამიანებს ასე ვთქვათ გაუცხადა ახალი რეალობა დავითმა, რომ დღეის ამას იქით სახელმწიფო გვერდში უდგას ეკლესიას იმ მთავარი მოვალეობების აღსრულებაში, რომელიც ეკლესიას თავისი საღვთო გამოცხადებითი ზეციური ღირებულებებით მოაქვს, როგორც ქვეყნებისათვის, ხალხებისათვის, ისე რა თქმა უნდა, ყოველი პიროვნებისათვის, რომელიც არის განუმეორებელი. და ეს იყო გაცხადება იმისა, რომ ამიერიდან თქვენ გაქვთ საშუალება იმოღვაწეოთ ღირსეულად. ესეც ერთ დღეში არ მომხდარა. მაგალითად, როდესაც და მეფე იბრუნებს ქართლის, შიდა ქართლის ტერიტორიებს, იქ ერთ-ერთმა მმართველმა დაიპყრო დღევანდელი თიანეთის მხარე და თავისი ძალიან ახლობელი ეპისკოპოსად დაადგინაო. ანუ იქ არაფერი ღირსეულზე არ იყო საუბარი, უბრალოდ დაარქვეს ვიღაცას სასულიერო პირი და ეპისკოპოსობის წყალობითო მრავალი ტერიტორია მიიერთეს. და დაარქვეს, რომ ეს რაღაც საეკლესიო მიწა იყო, რომელიც რეალურად არც საეკლესიო იყო და არც სახელმწიფოს ემორჩილებოდა. მაგრამ დავითმა, როდესაც ეს მოაწესრიგა, იქ რა თქმა უნდა უკვე ნამდვილი ღირსეული საეკლესიო მოღვაწე დაადგინა და იქ რა თქმა უნდა უკვე ცენტრალიზებული მყარად გამართული სახელმწიფო სისტემის პირობებში დავითი ყველანაირი ხელშეწყობით ყველანაირად ხელს უწყობს უკვე ეკლესიის აღორძინებას. ამის დასტურია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებული უდიდესი საეკლესიო მშენებლობები, რომელიც ხალხურ ლექსებშიც კია შემორჩენილი, დაწვრილებით არის სულ ორიოდეა ესეთი ვრცელი ხალხური ლექსი დავითის შესახებ შემორჩენილი, თუ რამდენი რამ გააკეთა დავითმა. ერთი გელათი, რომელიც მან დაადგინავა ეს საოცარი სინერგიის ადგილად, რომ ეს არის ახალი ათენი და იერუსალიმი, ანუ სულიერი და გონებრივი ჭვრეტის შემეცნების, შეერთებისა და შეხვედრის ადგილი, ხოლო მეორე მხრივ შიომღვიმე, დავითგარეჯი და ასე შემდეგ და ბოლო-ბოლო დავითის შთამომავლობაში იბადება ის დიდი მეფე, რომელიც ჩვენთვის ქართულ დათვის სათაყვანებელ საგალობელს შენ ხარ ვენახს ქმნის. ესეც უკავშირდება იმას, რომ ამ ოჯახში არა მხოლოდ რაღაცა მკაცრი, მშრალი, ასეთი რიგორისტული დამოკიდებულება არსებობდა ცხოვრებისადმი და სახელმწიფოსადმი, არამედ ეს იყო ოჯახი, რომელიც ძალიან ცოცხლად განიცდიდა ამ ყველაფერს და ამისი პირველი სახე მაგალითი იყო დავითი. გადმოცემაც კი არსებობს, რომ დიდგორის ბრძოლის შემდგომ დავითმა ცალკე საგალობელი უძღვნაო ამ გამარჯვებას. ბევრი რამ დავითისა ჩვენ არ გვაქვს შემორჩენილი სამწუხაროდ. რამდენად ექცეოდა ყურადღება მაშინდელ აღზრდის მეთოდს, ასე ვთქვათ, მით უმეტეს, როდესაც სამეფო კარს ეხებოდა, როგორც კახამ აღნიშნა, არაერთხელ თქმულა და ხშირად არის ამაზე საუბარი და ნამდვილად ასეა, რომ რაჭყონდიდელი შეიძლება არც ყოფილიყო დავით ამაშენებელი ასეთი, ხო? ასეთი ცხადია. ხო და შესაბამისად, რას ექცეოდა ყურადღება, რა იყო გადამწყვეტი, რა იყო მნიშვნელოვანი და დღევანდელ ჩვენს რეალობაში როგორ შეიძლება ეს ყველაფერი რომ გადმოვიტანოთ? ჩვენს რეალობაში რამდენად შეიძლება გადმოვიტანოთ, ალბათ ძალიან რთული სათქმელი იქნება, მაგრამ პრინციპი არასოდეს არ იცვლება. ეს არის ბალანსი პიროვნებისა და საზოგადოებისა. როდესაც ერთის მხრივ ხდება ცალკეულ ადამიანებზე ზრუნვა, მაგალითად დავითმა დააარსა მოშლილ ქვეყანაში სააჯო კარი, ანუ სასამართლო, სადაც ყველაზე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელსაც შეეძლო კვირაში რამოდენიმე დღის განმავლობაში სამართალი ეძიებინა და რაღაც მოეკითხა თავის ამბავი და არ დაჩაგრულიყო თუნდაც ყველაზე უკანასკნელი, ყველაზე რიგითი მოქალაქე და ეს ნიშნავს ზრუნვას ცალკეულ პიროვნებებზე, ისე რა თქმა უნდა ეს მთელი მოღვაწეობა ნიშნავდა საზოგადოების მოწესრიგებას, რაც ხიდების მშენებლობა იყო, გზების მშენებლობა, ვაჭრობა, ფულის რეფორმა თუ ასე შემდეგ. ამიტომაც
პრინციპი არასოდეს არ იცვლება ალბათ ადამიანური ბედნიერებისა, ესაა პირადისა და საერთოს, კერძოსა და საზოგადოს შორის ღირსეული ბალანსის დაცვა. და დავითი თვითონაც ამისი მაგალითია, რომ პირადადაც ძალიან ცოცხალი ადამიანია და ფაქტობრივად სულთმობრძავ ქვეყანას სიცოცხლესაც უბრუნებს. ანუ იგი არის როგორც დიდი საერო, საზოგადო მოღვაწე, პირველი პირი, ისევე იგი არის როგორც პიროვნება, აი ჩვენ რომ არაფერი ვიცოდეთ მისი მოღვაწეობის შესახებ, როგორც პიროვნება, გალობანი სინანულისანი, რომელიც წეღან ვახსენე, როგორ ახასიათებს მას, როგორ მიმართავს იგი ღმერთს და როგორ ცდილობდა იგი რაც შეიძლება მეტი განათლება მიეცა ქვეყნისათვის. მე მინდა ვაჟა-ფშაველას სიტყვები გავიხსენო, სადაც არსებობს მოგონება ვაჟა-ფშაველაზე, ძალიან სხვა ეპოქაა, მაგრამ ვაჟას თურმე თავისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეეპასუხა, რომ აი სულ ზიხარ და ჭღაბნიო და ოჯახსო შიმშილით ხდებაო სული და რამე სხვა გააკეთეო. და რომ მეგონაო, რომ ძალიან მკაცრი იქნებოდაო ვაჟა და დაგტუქსავდაო ამ სიტყვების გამო, ვაჟამო ძალიან შვიდად მოგვიგო, რომ უსწავლელი ქალა ხარ და ამიტომ არაფერს არ გეტყვიო, ახლა შენ რომ ნასწავლი იყო, ამას არ გაპატიებდიო. ხო, ანუ აი არ მოგეკითხება რაღაცა. დავითი ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი განათლება, მეტი სინათლე ყოფილიყო ქვეყანაში, რომ ადამიანები უკვე ყოფილიყვნენ პასუხისმგებელნი გარკვეულ საქციელებზე, გარკვეულ ქმედებებზე და საზოგადოება თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ასულიყო. მამარჯი, საერთოდ როცა ადამიანს ღვთისნებით ეძლევა საშუალება, რომ რაღაცა მართველი იყოს, მithumedes ქვეყნის მართველი. რამდენად შეიძლება, რომ პირადი მაგალითის გარეშე, პირადი მაგალითის მიუხედავად ის იყოს განსაკუთრებული მართველი და უშუალოდ შეიძლება ადამიანს გქონდეს ნიჭი კარგი მმართველობისა, კანონის კარგი ცოდნისა, მაგრამ რო არა მის პირადი მაგალითი, რამდენად შეიძლება ეს შედეგი გამოიყოს, იმიტომ რომ ჩვენ აი დავითის შემთხვევაში ხედავთ და ბევრი სხვა მეფის ჩვენ ახლა დავით მეფეზე ვსაუბრობთ განსაკუთრებით, რომ მისი საქმე და მისი სიტყვა იყო ერთი. იმიტომ რომ თქვენ ჯარის შემთხვევაში თქვით რომ მოუწოდა რომ წესრიგი დაამყარა, მაგალითი იყო ის ხო თავისი ცხოვრების წესით. თუ სიტყვაზე ეკლესიის წესრიგება უნდა და მაგალითი იყო მისი ეკლესიურობით, მისი წესიერებით და ზოგადად თუ შეიძლება რომ ადამიანი ერთს იძახდეს, ერთის გაკეთება უნდადეს, მაგრამ მისი ცხოვრების წესი მეორეს პასუხობდეს. ნუ ამისი მცდელობები ბევრი გაგვიგია ალბათ, მაგრამ თუ მართველი არის საჯარო ფიგურა, თორე შეიძლება იყოს თქვათ იქ მრჩეველი, რომელიც არ ჩანს. დავითს ვიცით, რომ ყავდა არაერთი ადამიანი, რომელიც მას მხარში ედგა. მათი სახელები ჩვენ არ შემოგრჩენია, ხომ? და ისინი ალბათ როგორც არაპირველი რიგის მმართველები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პირები, დიდ როლს ასრულებდნენ ალბათ გადაწყვეტილების მიღებაში და ბევრ რამეზე მოახდინეს ალბათ მათ ზეგავლენა იმაზე, რაც ჩვენ დავითის სახელში ვაერთიანებთ ყველაფერს. მაგრამ და ესეთი ადამიანი ალბათ შეიძლება კიდე იყოს რაღაცნაირად ესეთი მერყევი, მაგრამ თუ ადამიანი არის საჯარო ფიგურა და საჯარო მმართველი და მართლა პირველი პირი, ალბათ შეუძლებელია რომ პირადი პიროვნული ღირსების გარეშე მოახერხოს აი ამ ავტორიტეტის მოხვეჭა, რომელიც მას ამ ნდობას, ამ აღიარებას მისცემს და დავითიც არამხოლოდ დიდ მეფე და აღიარებული, არამედ საქართველოს ეკლესიის მიერ საუკუნეებია რომ წმინდანადაა იგი მიჩნეული, როგორც სულიერადად სანიმუშო ადამიანად და ანტონ კათალიკოსის და არაერთი ქართველი მოღვაწის ცნობით იგი აი იმ საფლავიდან, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, რომელიც იყო გელათის ძველი შესასვლელის, ძველი კარიბჭის მხარეს, წმინდანად შერაცხვის შემდგომ იქნა გადასვენებული უკვე საკურთხეველში, გელათისავე საკურთხეველში. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ძალიან ცოტა დრო გრჩება გარკვეულწილად თქვენვე ახლა თქვით ეს, მაგრამ რეზიუმის სახით თქვათ, ხშირად არის ხოლმე საუბრები, რომ აი საერო პირები, რატო შეიძლება თქვენ წმინდანები და რაღაცა ესეთი აზრია, რომ აუცილებლად სასულიერო პირი იყოს წმინდანი. რას ენიჭება, რას ექცევა ყურადღება, როცა საერო პირი ან მონარქი ხდება წმინდანი და რას განიხილავს ამ დროს წმინდა ეკლესია? ძალიან ბევრი ნიუანსია ყოველთვის განსახილველი, ერთ საერო პირია მონარქი ფაქტობრივად შუა საუკუნეების ცნობიერებაში თითქმის სასულიერო პირთანაც არის როგორც ცხებული და ღვთივდადგენილი, გათანაბრებული და ასეთი შედარებული.
თუმცა ერთ-ერთია ისევ გალობანი სინანულის მეუბრუნდები, ეს არის სინანულის ერთ-ერთი უდიდესი მაგალითი, ხო? ამ დროს ჩვენ გვაქვს ანდრია კრიტელის კანონი, რომელმაც ამ შრომაზეც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა, პირდაპირ პარალელები, ალუზიები არსებობს. ხედავთ, რომ მაგრამ ანდრია კრიტელი არის სასულიერო პირი, ეპისკოპოსი და იგი წერს მსგავსი განცდით აი ამ შრომას, ხოლო დავითი არის სამხედრო პოლიტიკური საჯარო მოღვაწე, მოხელე და ამ დროს ისიც ახერხებს, რომ იმავე სიმაღლეს, სულიერ სიმაღლეს შეეჭიდოს და გადმოსცეს. ამიტომაც აი ეს პიროვნული ღირსება და დამსახურება ქვეყნის წინაშე, როგორც ილია მართალზე ითქვა, რომ მისი ცხოვრება არის სასწაული, ჩვენ არ ვიცით დავითის მოხდენილის სასწაული, მაგრამ მისი ცხოვრება არის ნამდვილად სასწაული და სასწაულია დიდგორი, სასწაულია თბილისი, რომ დაუბრუნდა საქართველოს საუკუნეების შემდგომ და მთელი მისი მოღვაწეობა. დიდი მადლობა მამა არჩილ მოგზაურობისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კი სმენელს შევახსენებთ, გვესაუბრებოდა ანჩის ხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჭიძე. 9 საათი მოახლოვდა, გახდა ახლა დროა რომ ერთად აღვავინოთ უფლისადიდებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული
გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ახლა გადავინაცვლოთ ცეკვაში, სიმღერაში, ხელოვნებაში. ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი ემზადება კონცერტისთვის. შოუ პროგრამის შესახებ უფრო დეტალურად მოგვიყვება ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი, რომელიც არც მენდი არც ნაკლები ახლა მათთან არის სარეპეტიციო სამზადის ესწრება და ჩვენ ჩაგვექნება საშუალება ნინო ჩაგვერთება. მოგესალმები ნინო, თუ გესმის ჩვენი ნინო. ესე იგი დილამშვიდობისა, ჩვენ ახლა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ერისიონის სარეპეტიციო დარბაზში ვიმყოფებით, სადაც კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს. ანსამბლი მაყურებელს სულ მალე განახლებულ 2 საათიან შოუ პროგრამას წარუდგენს. თუ რას მოიცავს ეს შოუ პროგრამა და რა სიახლეები იქნება წელს კონკრეტულად წარმოდგენილი, ამის შესახებ უფრო მეც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი შერმანდი ჭკუასელი მოგვიყვება, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. როგორც ყოველთვის მაყურებელი მოუთმენლად ელოდება თქვენს კონცერტს და აი რომ გითხრათ, როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი და რა მოლოდინი გაქვთ? ეს ძალიან გვახარებს, როცა მაყურებელი მოუთმენლად ელის ჩვენ შოუ პროგრამის ნახვას და რომ გითხრათ, მზადება არის ინტენსიურ რეჟიმში, რომ ეთქვია და მადლობა მინდა ყველა ჩვენ მსახიობს უთხრა ამისთვის და ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, რომ ასე თავდადებულად შრომობენ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა დიდი შრომის გარეშე. 21-22 თებერვალს მოიხსენებათ. და ვიტყოდი, რომ ჩვენს მაყურებელს წელის ნამდვილად შესანიშნავი სანახაობა. ვამოგზაურებთ სრულად საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. რა თქმა უნდა, საუკეთესო ნიმუშები, როგორც ასიმღერო, ასევე ქორეოგრაფიული განხრით. მოკლედ, კარგი სანახაობა ელოდებათ. ამას პირდები ნამდვილად. მინდა გითხრათ ისიც, რომ წელს საკმაოდ ბევრი აქტივობები გველის წინ. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ აი სულ მალე გაზაფხულის ბოლოსკენ უკვე ალბათ გადავალთ ახალ შენობაში, რომელიც არის საოცარი რამ, აი მართლაც კულტურული ცენტრია, არა მარტო ანსამბლის სარეპეტიციო, აი კულტურული ცენტრი იქნება შესანიშნავი თავისი სრული აღჭურვილობით, თავისი ჩამწერი სტუდიით და სარეპეტიციო დარბაზებით და ყველანაირი კომფორტით, ასე ვთქვათ. ასევე მინდა ვთქვა, რომ წელს არის ბატონი ჯემალის 90 წლის იუბილე. საათქმა უნდა აღნიშნავთ რეგიონებში ასვლები ზაფხულში ტრადიციულად როგორც ყოველთვის
და ნუ არის კიდევ ბევრი მოლაპარაკებები მინერალს საუბრობს ქვეყნებთან. ნახოთ, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. და ახლა სულ ახლო მომავალში 6 წლში მივემგზავრებით ბილბაოში, ესპანეთში. ნუ მართალია დიდი შემადგენლობა არ არის, მაგრამ წარმოდგენილი იქნება როგორც სიმღერა, ასევე ცეკვა და ძალიან საინტერესო კონცერტები გველოდება, 2 გამოსვლა გვაქვს. ნუ ეს ახლო მომავალში და შემდეგ ნუ პერსპექტივაში ძალიან ბევრი საინტერესო წინადადებები არის და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ვიცი, წლევანდელ შოუ პროგრამაში მრავლად არის ცვლილებებიც და ამ ცვლილებების შესახებაც რომ გითხრათ. დიდი სიამოვნებით, ცვლილებები ნამდვილად არის და საკმაოდ და ბევრი ახალი შეთავაზება გვექნება ჩვენი მაყურებლისთვის. ამას თვითონ იხილავენ, ახლა ჩამოკლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ არც არის ალბათ საჭირო, უპრიანია თვითონ მაყურებელმა ნახოს ეს ყველაფერი და ჩვენი მაყურებელი იმდენად კარგად გრძნობს ამას ყველაფერს, რომ ვერ გამოვაპარებთ ყველაფერს დააფიქსირებენ და ყველაფერს ეჭვიანებ პარებო, რომ კარგი თვალით შეხედავენ და მაყოფილები დაგვრჩებიან ნამდვილად. უღრმესი მადლობა, დიდ წარმატებას გისურვებთ. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფება ანსამბლ ერისიონის ლოტბარი თორნიკე კანდელაკი, რომელიც განახლებული მუსიკალური პროგრამის შესახებ უფრო მეც მოგვიყვება. ბატონო თორნიკე, მოგესალმებით. როგორც ვიცი, სხვა სიახლეებთან ერთად მუსიკალურ პროგრამაშიც გაქვთ სიახლე და აი ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, მოგახსენებათ ყოველთვის ვცდილობთ რომ განვაახლოთ ჩვენი შოუ პროგრამა და ამჯერადაც ჩვენს მაყურებელს აუცილებლად პირდებით რომ განახლებული შოუ პროგრამის წარსდგებით ჩვენი მაყურებლის წინაშე ფაქტიურად რამოდენიმე ნიმუშის გარდა რადიკალურად შეიცვალა ჩვენი რეპერტუარი, როგორც სასიმღერო კუთხით, ასევე საცეკვაო კუთხითაც. აქვე მინდა ვისარგებლო და ვთქვა ის, რომ ასევე ჩვენ ჩავწერეთ აუდიო ალბომი, რომლის პრეზენტაციასაც აუცილებლად გავაკეთებთ გაზაფხულზე. და ასევე მომღერლების სოლო კონცერტსაც შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს და აქაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სიახლე ელოდება ჩვენს მსმენელს და ჩვენს გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა შეიძლება რომ მიბრძანდეთ ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად და რომ შეგვისრულოთ შოუ პროგრამიდან ერთ-ერთი სიმღერა.
დიდი მადლობა ჩვენ დროებით მშვიდობებით ნინოს და ერსიონის წარმომადგენლებს კიდევ გვექნება ჩვენ ჩართვა და ესე იგი მადლობა რაღაც განსაკუთრებული მუხტი შემოიტანეს დილის ეთერში იმედია მსმენელი და მაყურებელიც მაყოფილი ახლა თემაზე გადავიდეთ და ჩვენ სტუმრებს დავუთმოთ დრო სიამოვნებით წარუდგენთ ჩვენ გადაცემის სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით 8 თებერვალს დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა იგეგმება. აღმოჩენების გამზირიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ დეტალებზე უფრო ვრცლად ან როგორ მოხდება მსვლელობა და ასე შემდგომ რა თქმა უნდა ჩვენ სტუმრების მეშვეობით შევიტყობთ. გვესაუბრებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი და ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანძე. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. ვანცნეთ საზოგადოებას თუ შესახებ უნდა გამახულდეს ახლა ყურადღება, რაზე გვექნება საუბარი და თავდაპირველი კითხვით რა თქმა უნდა თქვენ მოგმართავთ როგორც ორგანიზატორს ამ ყოველივესი თუ რა იგეგმება და როგორ არის დაგეგმილი თვითონ მსვლელობის პერიოდი. მადლობა, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. 8 თებერვალს სრულდება ოქროს ხანის დასაწყისიდან 900 წელი დავით მეფის ხსენების დღე. გვინდა რომ ესეთი დიდი პატივის მიგებით აღვნიშნოთ, განსაკუთრებით დავითიანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული დავით მეფის წინაშე, როგორც ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანს, ჩვენ მის სახელის მატარებელი ვართ და გვინდა რომ ის ფასეულობები, რაც დავით მეფემ დაგვიტოვა, ჩვენი დედა ეკლესიის სიყვარულის, უფლის სიყვარულის, ქვეყნის სიყვარულის, გვინდა რომ ახალგაზრდებთან ერთად გამოვხატოთ ჩვენ წილად. ამასთან დაკავშირებით უწმინდესი სულსაკურთხევით დაიგეგმა არაერთი ღონისძიება თბილისში და არა მარტო თბილისში. რაც შეეხება მთავარ ნაწილს ღონისძიების, მნიშვნელოვანია რომ თბილისში გვაქვს ორი მთავარი ქუჩა, ერთი არის აღმაშენებლის ხეივანი, რომელიც არის თბილისის შემოსასვლელში და მეორე აღმაშენებლის გამზირი. და სიმბოლურად მამა იონესთან ერთად ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფი შევქმენით უშუალოდ დავითობის 900 წლის ასაღნიშნად, სადაც გაერთიანებული ვართ როგორც სასულიერო პირები, ისე საერო ადამიანები და ამ მიმართულებით ვიფიქრეთ, რომ ეს იქნებოდა ძალიან სიმბოლური, რომ თემატურად მომხდარ იყოს სხვადასხვა ღონისძიებების შესაბამის ლოკაციებში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის თავარი კულმინაციური ღონისძიება იქნება ეს არის ლოცვითი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან ამ თემაზე მამა იონეც თავის უფრივ ვისაუბრეთ რა დატვირთვა აქ ამას მე უფრო პირველ და ბოლო ნაწილზე ვისაუბრებ ჩვენ ქალაქში ვიფიქრეთ რომ რახან თბილი როგორც დავით აღმაშენებელს ძალიან ბევრი ღვაწლი აქვს საქართველოს მიმართ და ასევე თბილისის მიმართ ხო დაგვიბრუნა თბილისი და აი სიმბოლურად ვიფიქრეთ რომ ჩვენ თბილისში შემოსვლას ავტოკოლონებით და შესაბამისად ახალგაზრდებით და მისალოცი ესე ვთქვათ განწყობით მოწოდებით დიდგორის გადასახლებიდან ხო სიმბოლურად შემოხვალ დედაქალაქში და აღმაშენებლის ხევნის გავლით ცერემონიის გათვალისწინებით აღმაშენებლის ზეგთან მივაგებთ პატივს და დავაბრძანებთ სამეფო გვირგვინს, რომელიც ჯერ აქამდე არ ყოფილა ესეთი პრეცედენტი. ამის შემდგომ ქალაქში იქნება ასე ავტოკოლონის ცვლილობა და შეუერთდებით უკვე აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ცვლილობა დაიწყება 2:30. მანამდე გვექნება ჩვენ ეს დრო, ამ დროს მოხდება ქალაქის დალოცვა, ქუჩების კურთხევა და კმევა და ამით ამ განწყობას ვეცდებით, რომ მოსახლეობაში შემოვიდანოთ და სულობის შემდეგ, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე დაიწყება, აღევლინება უკვე არაკლისი, ამაზე მამა სამეფოში გვხდებს დიახ და ბოლო ნაწილი იქნება რომ აი ლოცვის შაბათი დღეა და ლოცვის სახურება არის თავისთავად და ლოცვის შემდგომ სამის დღეებში გვინდა ესე სტანთლებით შირაღნებით გამოვსახოთ ახალგაზრდების დახმარებით ცოცხალი დიდი ჯვარი ესე ვთქვათ და ესეთ სიმბოლურად დავასრულოთ ეს ლამაზი შეაჯამოთ ამით მამა იონი
არაერთხელ ყოფილა თბილისში ზოგადად მიღებული პრაქტიკაა ლოცვითი მსვლელობა, როცა განსაკუთრებული დღესასწაულია ამ კონკრეტული წმინდანის. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის უდიდეს პიროვნებას უნდა მიუღოს პატივი, რა დატვირთვა აქვს ლოცვის მსვლელობას, ამაზეც გითხარი და რა ფორმით წარიმართება ამ შემთხვევაში და შემდგომ უკვე პარაკლისეს, რომელიც ესე იგი სულიერი კუთხით შეაჯამებს და აგვირგვინებს უკვე სამების საპატრიარქო ტაძარში. რა თქმა უნდა, ეკლესიის არსებობის მანძილზე ძალიან ხშირი არის ყველა ქვეყანაში, ყველა ადგილობრივ ტრადიციაში ეს ლიტანიობა და ლოცვითი მსვლელობები და საბერძნეთში ორკესტრი დადიან ხოლმე და რაღაცა შემოსილები და ძალიან უხდება განსაკუთრებულ განწყობას და განსაკუთრებულ ზეიმურობას ძენს ეს დღესასწაულებს. ჩვენთანაც გვაქვს ალილოს ტრადიცია მსვლელობით. ახლა რამდენიმე წელია 17 მაისის მსვლელობა, სადაც უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ეს არის ერთმანეთთან სახალხო ზეიმოთ. რა თქმა უნდა და ეს და მთავრდება ყველა ეს ტაძარში მისვლი და პარაკლისის ეს არ არის მხოლოდ მსვლელობა, მთელი დანიშნულება არის და გაერთიანებული ხალხი მიბდის ტაძრისკენ მსვლელობით, ლოცვით და იქ უკვე პარაკლისები აღევლინება. ამ შემთხვევაში ესე იქნება 3 საათზე უთაურები შეგებებიან წმინდა დავით აღმაშენებლის ხატს, ეს იქნება დავით აღმაშენებლის ხატის მსვლელობა და უკვე დაიწყება საზეიმო პარაკლისი, სამადლობელი პარაკლისი 900 წლის აღსანიშნავად. დიახ, რამდენი მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა ასეთ დროს მამა ივანე და რის გამოხატულებაა ეს ერთგვარად? ალბათ ძალიან ბევრი მოწოდებაც არ უნდა დაჭირდეს არც ერთ ადამიანს დავით აღმაშენებლის სახელს რო ვიგებთ, ჩვენ თუ რაიმე დღეს თვითყოფადობა გაგვაჩნია და ქართველები ვართ, ალბათ უმთავრესი წვლილი მისია ოქროს ხანა დაიწყო დავით აღმაშენებლის ეპოქიდან, მისი მმართველობიდან, მან შექმნა ფაქტიურად იმდროინდელი იმპერიაც, შეიძლება ასე ითქვას, უდიდესი ქვეყანა, უდიდესი სახელმწიფო და იქიდან მოვდივართ უმთავრესად, რომ მან ეს შექმნა. სხვა შემთხვევაში ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოს არსებობა და ეს არის ერთგვარი მადლიერების გამოხატვა. მადლიერება ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი გამოსახატი სათნოებაა და ეს იქნება სამადლობელი დღე დავით აღმაშენებლის მიმართ. გარკვეულწილად ჩვენგან პატივის მიგება და მადლობის გადახდა ამ ფორმით, რითიც შეგვიძლია. კოტე, საზოგადოებას რომ უთხრათ, რა თქმა უნდა, ეს ცხადდება და როცა ვიძახით რომ ეს არის საზეიმო მსვლელობა, ბუნებრივია ეს ყველასთვის არის, მაგრამ მაინც შეიძლება ვინმეს კითხვა გაუხდეს და როგორ რა ფორმით შეიძლება ჩართვა საზოგადოების, ანუ როდი შეიკრიბებიან, როგორ წინასწარ ჭირდება რამე რეგისტრაცია თუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოგიერთდნენ ამ მსვლელობაში. ბუნებრივია თავისთავად სოლობის სურვილებმა უმეტესწილად ვისაც ექნება ამის განცდა რომ სოლობაში მონაწილეობა მიიღოს სასრულიერო პირველი საათიდან უკვე და ეს უკვე აღმაშენებლის გამზირზე 24 დასაწყისში ვიცით ეს არის თამარ მეფის აღმაშენებლის კვეთა გამზირზე იქ არის ტაძარიც და არის დავით მეფის ფრესკაც არის იქ და ეს ლოკაციაც შემთხვევით არ არის შერჩეული და მსახურებას ექნება საშუალება რა ადგილზე შეიკრიბოს. ჩვენ აქ ფიქრობთ რომ შემოგვიერთებიან ასევე ანსამბლები, ჩოხოსნები და ის თქვენ ზანეთ ისეთ საზეიმო სახე გვინდა მივცეთ რომ ეროვნული სამუსითაც და დროშებით და აი ამ ესე იგი სანახაობით იყოს გამდიდრებული ეს ჩვენი დღე და თვითონ ლოცვითის მსვლელობა და უშუალოდ აი დავამატებ რომ როცა სოლობა და სამგას მივახლოვდება სამის ტაძარს იქაც იქნება მცირე დახვედრითი ცერემონია და აი მაგაზეც ორგანიზაცია ჯგუფის პროექტება შეხვედრა ასე ვფიქრობთ რომ იქნება მცირე წარმოდგენა და ხალხური ანსამბლების მიერ შექმნილი შეიძლება ბავშვთა ანსამბლებიც იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან უხდება ესე დროს მოზარდების რაღაცა ხო. ვიცით რომ იქნება ანსამბლი მართვე და ვასიანი, რომელიც მიეგებებიან ასევე მსვლელობის მონაწილეებს მრავალჟამიერით და მცირე წარმოდგენაზე ამას ცოტა დავტოვებ. კი ბატონო, ეს იყოს ისე რეგისტრაცია არ არის საჭირო ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი არის რომ შემოგიერთოს. ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ფეხით სიარულის დაახლოებით 3 კილომეტრია ტაძარში, სამი საკადრო ტაძარში მიბრძანდნენ და იქ დახვდებიან, ღვთაურები იქ იქნებიან და დახვდებიან ამ მსვლელობასთან ერთად აღვავლინოთ სამადლობელი პარაკლისი. ესე დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ არის მაინდა-მაინც ახალი პერიოდი არც ქვეყანაში და არც სოფლიოში.
და ესეთ დროს ესეთ გაერთიანებულ ლოცვას ვიცით რომ განსაკუთრებული ძალა აქვს, ხო? და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ემთხოვე ესეთ დროს, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი როცა გამეფდა, ყველამ ვიცით ახლა ჩვენ სხვა საზღვრის თემა რა პირობებში ჩაიბარა ქვეყანა და რა ქვეყანა დაგვიტოვა და როცა ასეთი მეფის დღეა, როცა ასეთი მეოხი ყავს და მას პატივს მივაგებთ, ამ დროს ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო ლოცვა ქვეყნისთვის და ამის საშუალება ამ საზეიმო განწყობის ფონად იძლევა და ჩვენ ვთქვით, რომ ეს დაგვირგვინდება ლოცვით და მადლიერების მიგებით უფლისა და დავითის წინაშე და ამოდეთ გამომხილოთ ყურადღება ამ დროს გაერთიანება რამდენად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მიუხედავად ყველანაირი შეხედულებისა. თვისაგან შეუძლებელი არაფერი არ არის, რაც ბრძანეთ ახლა რომ 1099 წელს გამეფდა და 1125 წელს გარდა სულ 35-36 წელი იმეფა და შექმნა არაფრისგან იმპერია. ეს თვისაგან შესაძლებელია და ადამიანების ერთობა, რა თქმა უნდა, თუ კი ვერ გააერთიანებდა ადამიანებს, ეს არ მოხდებოდა და ერთობას განსაკუთრებული დიდი ძალა აქვს ქრისტესში ერთობას, თუნდაც დავით აღმაშენებლის სარწმუნოებას რო შევეხოთ, ხო, ჯერ დიდგორის ბრძოლის წინ როგორ მიმართავს, რომ ქრისტეს მეომრები არიან, მისი ჯარისკაცები და არა მარტო მტერს, არამედ ეშმაკსაც კი დაამარცხებს ქრისტეს ძალით ადამიანთა ეს ჯარი თუ მოინდომებს და მისი გამოხატულება ღვთისადმი, მისი სინანულიც ღვთისადმი ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი დავით აღმაშენებელი და რა თქმა უნდა ყოველთვის მისაბაძია, მისი სარწმუნოებაც მისაბაძი უნდა იყოს ადამიანისათვის, როგორი განსაკუთრებული იყო მისი სარწმუნოებაც. ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც ეკლესიის კრიტიკას მოაყოლებენ ხოლმე რუის ურბნისის კრება უნდა ჩატარდეს. დავით აღმაშენებლის სარწმუნოება ეგ კონდეს იმ ადამიანს და მე თქვას რუის ურბნისის კრება ჩატარდეს, ხო? ეს უბრალოდ რაღაც მხოლოდ ეკლესიის მაგრიტიკებელი რომ გამოდის აი რუის ურბნისის კრება უნდა, ასე არ ხდება. დავით აღმაშენებლის უახლოესი გარემოცვას უსასულიერო პირები ყავდა და მათ რჩევებს ითვალისწინებდა. კი ბატონო, ცხადია. კოტე, თქვენ როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის და ახალგაზრდული მოძრაობის პრეზიდენტი, ძალიან კარგია რა თქმა უნდა, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან მაქსიმალურად, მაგრამ აი არაერთი მსვლელობა გაგიმართავთ ამ თუ დღეს ეს სწავლულზე ხო ხშირად მართავთ და თვითონ ახალგაზრდების გარეშე პირების, არა თქვენ ორგანიზაციაზე არ არის საუბარი და თქვენს მოძრაობაზე, არამედ გარეშე პირების სიტუაცია მაინტერესებს, რამდენად არიან მოწადინებულები ხოლმე რომ ჩაერთონ ამ მსვლელობაში და რამდენად კი ერთდებიან მსვლელობის დროს. ჩვენ გვახარებს, რომ ახალგაზრდების ამოკიდებულება ეკლესიის და არა მარტო ეკლესიის, ზოგადად ქვეყნის ეკლესიის ერთობაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს იძენს. შესაბამისად, ჩვენი ბუნებრივია, ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მივცეთ ჩართვის საშუალება და სწორედ ამას ეწევა დავითიანი თავისუფლების განმავლობაში ამ მიზნის ხორჩესხმას ახორციელებს და წელსაც ვფიქრობთ, რომ ის ჩვენ სოციალურ ქსელში აქტიობები და ახალგაზრდების გამოხმაურება ჩართულობისა მაღალი იქნება და ამის საბაბს გვაძლევს მათი ჩართულობა როგორც შეტყობინებების სახით, ისე დაინტერესების სახით სხვადასხვა სასწავლებლებიდან იქნება თუ სკოლებიდან და ვფიქრობ, რომ ბევრს ექნება საშუალება, რომ ბევრი ახალგაზრდა იხილოს ჩვენს ღონისძიებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმრები გახდნენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი და ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი კოტე სვანაძე. ჩვენ ისევ ნინოს უბრუნდებით ჩვენს ჟურნალისტს, რომელიც როგორც მაყურებელმა იცის, იმყოფება ანსამბლ ერისიონთან სარეპეტიციო განწყობაზე, იმიტომ რომ ემზადებიან კონცერტისთვის და ნინო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ამჯერად რა შემოგთავაზებთ ერისიონთან ერთად? ჩვენ დაგიბრუნდით ანსამბლ ერისიონის მსახიობ მოცეკვავებთან, ლიკა წიფურიასთან და ნინე თოთიაურთან ერთად. მოგესალმებით. მოგვიყევით, როგორ მიმდინარეობს რეპეტიციები და როგორი მოლოდინი გაქვთ? ვემზადებით ჩვენს ძვირფას მაყურებელთან შესახვედრად, რომლებიც ძალიან კარგად გვიცნობენ და ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს პროგრამას და აქენა გამომდინარე ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ისინი ყოველ ჯერზე ელოდებიან ჩვენგან უკეთეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ 21 და 22 თებერვალს საუკეთესოდ წარსდგეთ და უდიდესი სიამოვნება მივანიჭოთ ჩვენი სიახლეებით და რაც მთავარია ახალი ცეკვის პრემიერით, რომელსაც ქვია ქალაი, რომელშიც არის ყველა, თითქმის ყველა მთის კუთხე გაერთიანებული და ეს იქნება მართლაც, რომ უდიდესი სიამოვნება, ამაში ყველა მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი მთელს გულს და სულს დებს.
უღრმესი მადლობა. ნინა, როგორც ვიცი, ანსამბლის შემადგენლობაშიც არის სულება და ძველი და ახალი თაობის მოცეკვავები ერთად იდგებიან სცენაზე და აი როგორი გრძნობა ეს ალბათ ძალიან საამაყო, სასიხარულო და როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ? კი, ძალიან სასიამოვნო გრძნობა. ერთ დროს მეც ვიყავი მაცავით ახალწვეული ანსამბლში. მესმის მათი რომ ძალიან ღელავენ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ყველა მე ერთიანი ძალებით მოვახერხოთ და შევერწყათ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი აუცილებლად ისე ჩაივლის როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და როგორც ჩვენს მაყურებელს წარმოუდგენია, ვინაიდან ზუსტად ვიცი რომ ისინი ჩვენი ახალი ანსამბლის წევრები სწორედ ის ხალხია, რომლებიც ახალ ძალას და ენერგიას შემოიტანენ ჩვენთან. უღრმესი მადლობა, ისევ და ისევ დიდ წარმატებას გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ანსამბლი ერისიონი, რომელსაც 140 წლიანი ისტორია აქვს, მაყურებლის წინაშე 21 თებერვალს წარსდგება. ახლა კი მსახიობ მოცეკვავები თქვენთვის შეასრულებენ საცეკვაო ნომერს. მე დაგემშვიდობებით.
დიდი მადლობა ნინოს, ესე იგი მცირე კონცერტი შემოგთავაზა, მადლობა ერისცენს, აკვე დიდი სიყვარული ნინა თოთიაროს მოვიკითხავ, ჩვენს ერთდროს ჩვენი გუნდის წევრს და ჩვენს მეგობარს, კვლავ და ძალიან გამიხარდა ნინოს ჩართვა და ნინის ჩართვა, ნინის ხილვა, ნინო ამერია. მოკლედ მოკითხვა სიყვარული. მოკლედ ესე იგი მადლობა მცირე კონცერტისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სავსე იქნება დარბაზი და მაყურებელი ისიამოვნებს. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, მადლობას მოგახსენებთ, რომ ეს დრო ჩვენთან ერთად გაატარეთ. კახამქიაშვილი, სოფიო გუჭავა თქვენთვის მუშაობდით. ბედნიერ დღეს გესურვებთ, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.